რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ბრენჩბანკი. მერტა. ვიღაცას დამაძინებლის ჩართვა დაავიწყდა. Warner Brothers Animation-ი წარმოგიდგენთ Bugs Bunny-ს და Daffy Duck-ს. Looney Tunes-ის შოუ. ბანკმა $10 მილიონი დაკარგა. დაცვამ კი სამსახური. კბილძილს ჯობდა ქურდები დაეჭირა. თქვენთან იყო ელვარ ჯეი პარკი. $10 მილიონი. როცა დაფი სამსახურს კარგავს, მე ვზარალდები ხოლმე. დაუნჯერებელია. ძილის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს. ახლა რა იქნება? სამსახურში სუნთქვასაც აკრძალავენ? თქვენი აზრით რობოტი ვარ? რობოტს ვგავარ? რკინის ვარ? ხმებს გამოვცემ? რობოტი ვითვანათებ? ჭანჭიკებით ვსაუბრობ? არა. ბურიტოს მივერთმევ. ყოველ დღე. ერთი რობოტი მაინც დამისახელე, რომელიც ბურიტოთი საუზმობს. არ შეგიძლია. და იცი რატომ არ შეგიძლია? იმიტომ რომ რობოტებს სული არ აქვთ. ახლა, ვინმეს შეუძლია მითხრას რაზე ვლაპარაკობდი? არ ვიცი. ბურიტოს მჭამელი რობოტების შემდეგ აღარ მომისმენია. იცი რა, ასე უკეთესია. სამსახურის გარეშე შემიძლია ის ვაკეთო, რაც მინდა და როცა მინდა. ბოლოს და ბოლოს ეს ჩემი სახლია და ჩემი წესები მაქვს. დაფი, ეს ჩემი სახლია. და ჩემი წესები. აქ თუ ცხოვრობ, უნდა გაისარჯო კიდეც. ეგ რას ნიშნავს? რას და შენი წვლილი შეიტანე? სახლში იმუშავე, რამე გადაიხადე. მუშაობ, არ მუშაობ. ფულს ხომ ვიხდი? რაში? რამდენიმე დღის წინ დავიყიდე. წითელი. დაფი, სხვა სამუშაო მოძებნე. შვიდად. ჩემნაირ ბიჭს სამუშაო ხვალვა ექნება. გარანტიას გაძლევ. ძებნა როგორ მიდის? რეზიუმეზე ვმუშაობ. მხოლოდ ამას დავხურავ. ამის ქვეშ მაქვს. აქ არის. აი ჩემი რეზიუმე. არა. აი ჩემი რეზიუმე. მაბადია, ეს ნამდვილად არ არის ჩემი რეზიუმე. აი ჩემი რეზიუმე. დაფი შელდონ დაკი. განათლება 0. რეკომენდაცია 0. უნარები 0. სამუშაო გამოცდილება. ჯობს არ დახედოთ. თქვა საერთოდ არ გაქვს? არა, სულელი ვარ. ამ ტესტის შედეგების თანახმად. დაფი, ბოლო 3 თვე ვცდილობდი, რომ შენი ზონა გამეზარდა, რადგან მეგონა, რომ სამსახურს ეძებდი. რატომ უნდა ვეძებო თუ ჩემ ზონას აზრდი? გინდა თქვა, რომ ჩემს კმაყოფაზე ხარ? შენს კმაყოფაზე კი არ ვარ. უბრალოდ ჩემი დესტრუქციული საქციელის შედეგის განმიცავ. მართალი ხარ. ამას აღარ ვიზამ. დაფი, ისევ შენი გულისთვის. გარეთ უნდა გაგაგდო. ჰა? იცი რა? შეგიძლია არ გამაგდო, რადგან თავად მივდივარ. კარგი. შესანიშნავია. ნივთებს ავიღებ. დადი. დავედი. მართლა მივდივარ.
ჩემოდანი ჩავალაგე და მივდივარ. ეს ჩემი ჩემოდანია. თუ ასეა დასაცმელს წავიღებ. ჩემი დასაცმელია. არ მჭირდება შენი დასაცმელი. არ ჩემ მჭირდები. ყველაფერს თავად მოვაგვარებ. წავედი. კიდევ შევხვდებით. უკანა გზაზე. მივდივარ. ახლავე. წავედი. 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 Arrivederci. თურმე წონა უნდა გავზარდო. დამუშავო მჭირდება. ეს ლაპარაკი არ მჭირდება. მე დაფიდაკი ვარ. გესმით? საკუთარ თავს თავად მივხედავ. ნამდვილად თავად მივხედავ. ჩემზე იზრუნე. გთხოვ. რასაკეთებ? წონას ვზრდი. სამუშაო გიშოვე. არც გამოცდილებას ითხოვენ, არც რეკომენდაციას და არც უნარებს. თვალიდან ინორმა კორპში იმუშავებ. ინორმა კორპი? მეხუთე მსხვილი კონგლომერანტი მსოფლიოში. მართლა ფიქრობ, რომ აღმასრულებელ დირექტორობას შევძლებ? არა. მაფინების დამტარებელი იქნები. მართლა ფიქრობ, რომ მაფინების დარებას შევძლებ? მიფრთხილდი ინორმა კორპო. დღეს მაფინების დამტარებელი ვარ. მაგრამ მალე დიდ პოსტს დავიკავებ. ნება მომეცით მაფინების შემოგთავაზოთ. არა. კარგით რა. ბანანის გემოთია. და რიჩინ მოყრილი. სულ ცოტა. რომ გემო არ დაკარგოს. მხოლოდ იმიტომ არის რომ მე გითხარით არა. შოკოლადის მაფინები გნებავთ? კარგით რა. არ ინანებთ. ტელეფონით საუბრობ. არ გნებავთ? არა. მაფინები. აზრი არ აქვს. საჩემო სამუშაო არ არის. ჯობს მთელი დღე სახლში ვიჯდე. ამ ხალხს შეხედეთ. უნდათ რომ მთელი ცხოვრება ამ ბიჭის ბრძანებების მოსმენაში გაატარო. როცა მე ჩავიბარე ინორმა კორპი 10 წლის წინ დავიფიცე. გეუბნებით დავიფიცე. რომ ჩვენს კომპანიას მსოფლიოში წარმოების ლიდერად ვაქცევდი. მე გეუბნებით. დიდი მამალი ვარ. და კომპანიას ხელმძღვანელობ. ნახეთ ჩემს დიდ დამსუქანთიც როგორ ვიქნებ. იმიტომ რომ თქვენი ბოსი ვარ. რა? გეუბნებით. აქ რა ხდება? მე გეუბნებით. მოდი აქ. დიახ შენ. შენ საერთოდ გეუბნები, ვინ ხარ? მაფინების დამტარებელი. ეს გეუბნები, აქ რა გაქვს? მაფინები. შვილო. შენ იცი რას ვფიქრობ? ვიცი მე რას ვფიქრობ. გეტყვი რას ვფიქრობ. ვფიქრობ რომ ეს მოცვიანი მაფინია. გიჟდები მაფინებზე. ამას უყურეთ. ლიმონითა და ყაყაჩოთი. ბებია ჩემი აცხობდა ლიმონითა და ყაყაჩოთი. მაგრამ სულ კბილებში მეჭირება. არ მეთანხმები? ეს კი ჯემით არის. დაუჯერებელია. ჯემიანი მაფინია. იცი ბავშვობაში ჯემს შხილითვის რუტავდი. გეფიცები. მაგრამ ყველაზე მეტად გეუბნები. ყველაზე მეტად მოწვით მიყვარს. ოდა მოიჭიე. შვილო. რაღაც უნდა გითხრა. ქარიზმატული ხარ. როგორი ვარ? ჩემს ირგვლივ გეუბნები. უამრავი მლიქვნელი და მარიონეტია. შენ გეუბნები, კეროლ. მაგრამ შენ გეუბნები, შენ. შენ ამათ არ გავხარ. ისინი იმას თამაშობენ, რისი გაგებაც მინდა. შენ კი იმას ამბობ, რისი გაგებაც მჭირდება. ჩემო ბიჭო, რა სიტყვი?
მაფინების ჭამას არ გიჩვევთ. წამოდი მაფინების დამტარებელო. დროა ოფისზე იფიქრო. უფრო სწრაფად მოხდა ვიდრე მეგონა. ღიარული მელოდიები. პიცარიბა. Come to Speedy's Pizza Place and put both your feet up. Bring 100 friends with you, there's plenty of room. I'll bring you more pizza than your tummy can eat up. Once you taste my pizza, your taste buds will go boom. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. I read all your comment cards and taking your feedback about the things you're looking for in a pizza place. So step into the kitchen where my cousin Gustavo is helping launch my restaurant into cyberspace. That's right, we have a website just like you all requested. Now you can go online and order from your PC. If you can just bear with us, our connection is spotty. I swear it will be worth it to get pizza from me. So please be patient. Pizza Riva! Pizza Riva! Wow. მაგარია. გვერდი ისე ვიტვირთება, გუსტავო. 99%. როგორც იქნა, სულ ცოტა დარჩა. მორჩა, ისევ გაიჭედა. გუსტავო, შენ რა დაგვრცინი არა? ხომ თქვი კომპიუტერებში კარგად ვერ ყვევიო? მე ვთქვი კომპიუტერი მქონდა თქო. ჩაიტვირთა. ყველაფერი რიგზეა. ხომ თქვი გავაკეთებ მეთქი. ყველაფერი აურიე. პიბარ პიცა. რა პიბა? ეს პიცარიბა. შენს ვებ გვერდს ვეთანხმები. გინდა რომ გამექცე? გამირბი ხარ? მე სპიდი გონზალესი ვარ. სპიდი სწრაფს ნიშნავს, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ვარ. აი რატომ არ მაცვია ტანსაცმელი? ბევრი რამის სწავლა შემიძლია შენგან ბიჭო. სერ, შეგვეთხოვინოს რომ მერფის გაყიდვა არ უნდა. ან უკან გამოვითხოვთ ჩვენს წინადადებას, ან შეტევაზე გადავალთ. ეს რთული, გეუბნებით, რთული საკითხია. ან უკან გამოვითხოვთ ჩვენ წინადადებას, ან შეტევაზე გადავალთ. რა დაგემართა? შენს ორგანიზმს მოусმინე. ძალიან დიდია. ორგანიზმს არა? შეტევაზე გადადით. გაიგონე? გეუბნები, გაიგონე? დამტარებელმა რა თქვა, გაიგონე? შეტევაზე გადადით. სად უნდა ვისადილოთ? ამიერიდან არჩევანი შენზეა. ლიმონიანი ბეზე თუ ტირამისუ? კლიანი ორი გავიღოთ. ეს შპიცია თუ პიპინესი? აბაზა. ყველაზე სწრაფი ცხოველია. რენე თუ ანაბელა? სათვალიანი. უფრო შეგეფერებათ. დაფი, რას ფიქრობ? გეუბნები, ინორმა კორპზე რას ფიქრობ? არ ვიცი, კმაყოფილი ხართ? ბედნიერი ვარ, გეუბნები, ბედნიერი ვარ ეს რომ მითხარი, რადგან ეს შენია. რა? დიდი ხანია, უკვე დიდი ხანია მინდა რომ ეს კომპანია ვინმეს გადავცე. და მხოლოდ ერთ ადამიანს ვანდობ ამ ყველაფრის მართვას. მე ხომ ვიცი. ბოლოს და ბოლოს ოდესღაც მეც მაფინების დამტარებელი ვიყავი. ნახვამდის მეგობარო. დაიმახსოვრე მეგობარო. გეუბნები, დაიმახსოვრე ეს სიტყვები. მაფინების დამტარებლის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. დილამშვიდობის მისტერ დაკ. დილამშვიდობის მისტერ დაკ. დილამშვიდობის მისტერ დაკ.
დილა მშვიდობისა, მისტერ დაკ. არა მის შემაწუხოს. არ შემაწუხოს. ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვების თქმა. უკვე აღარავინ მაწუხებს. ვინ მირეკავს? არ ვიცი. ჩემთვის სულ ერთია. მე ნორმა კორპის აღმასრულებელი დირექტორი ვარ. მაშასე. რა იქნება ჩემი პირველი ოფიციალური აქტი დირექტორობის თანამდებობაზე? რაც მჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ დამეხმარებით. მეგობარს ვეძებ. დღეს დაიწყო მუშაობა. მისი სახელი? დაფიდაკი. მისტერ დაკი? მთავარ ოფისშია. თავარ ოფისში? ალბათ აქ მაფინები ძალიან გიყვართ. მისტერ დაკი ინორმა კორპის აღმასრულებელი დირექტორია. ეგ სხვა საქმეა. როგორც ხედავ, ადგილი გიპოვია. სადაც ძილისთვის ფულს იხდიან. ძილისთვის ფულს არ მიხდიან. რაში გიხდიან? მართვაში. დაფი, პოსტერის მართვაც კი არიცი. შენ ხომ ყველაფერს ჩემაგივრად აკეთებ. ამაზე ვილაპარაკეთ. შენი დახმარება აღარ მჭირდება. როდიდან გაღელვებ ჩემი ამბავი? დაფი, არა. ეს შენ ფსიქიატრთან განიხილე. მე კი დაკავებული ვარ. შენი დრო არ მაქვს. მისტერ დაკ, ბოდიშს გიხდით. ხედავ? დაკავებული ვარ. სერ, ბაზარზე ცვლილებებია. დროებით გავჩერდეთ თუ გეგმას მივყვეთ. დროებით გაჩერდით. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება. მოიცადეთ. გეგმას მიიღებით. გეგმას მივყვეთ? გავჩერდეთ. როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი. არ ვარ მიჩვეული გადაწყვეტილების მიღებას. მიჩვეული ვარ იმის გვერდით ყოფნას, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. მაშინ შემიძლია გადაწყვეტილების მიღება. ის მსუქანი მამალი მჭირდება. მსუქანო მამალო. დროებით გავჩერდეთ თუ გეგმას მივყვეთ. ყოველთვის მაფინების დამტარებლის იმედი გქონდეს. სერ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ახლა მე მოვალ. როგორ ხარ? მაფინების დამტარებელი. გამარჯობა დაფი. ეს მნიშვნელოვანია. დროებით შევჩერდეთ თუ გეგმას მივყვეთ. მერტო, ვის ეკითხება? ვნახოთ. გეგმას მივყევით. გაიგე, დამტარებელმა რა თქვა? არ შევჩერდეთ. გეგმას მივყვეთ. დარწმუნებული ხართ? ცხოვრებაში ასეთი დარწმუნებული არასდროს ყოფილ ვარ. გმადლობ, რომ მაფინებს ყურადღება მიაქციე. რა პრობლემაა? დროებით შევჩერდებოდი. ო, მეც. მოწვით? ზრაბმავალი და ვილი კოიოტი. კიდევ ერთი იდეა, ბეტ. საქონლის კატალოგი. ზარდი მოთხოვნის საქონელი. ყიდვა. თქვენი შეკვეთა.
ბახ. ბიზნესის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონცერნი ინორმა კორპი გაკოტრდა. შედეგად დაახლოებით 100,000 ადამიანმა სამუშაო დაკარგა. ექსპერტები თვლიან, რომ მსოფლიო ეკონომიკას კოლაფსი ელის. აღმასრულებელი დირექტორი დაფიდაკი კომენტარისთვის მიუწვდომელია. რომ ცოდნოდა ასე რომ მოხდებოდა, არ გაგაგდებდი. სამაგიეროს ჭკუა ვისწავლე. რა ისწავლე? როცა წონას ვზრდი, ბევრ რამეს ვაფუჭებ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ექიმ ვაისტერკს დაურეკე. Can I interest you in a muffin? I ate half of it. It's not very good.